სტანცია. ჩემო სიყვარულო. შეგიძლიათ ფენი მიიშვიროთ სახეს და ისე გაიჭროთ. გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ ვართ ანი და ანა, თქვენი ყოფებით ანას რევიუს არხზე. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ კორეული თავისმოვლის 10 საფეხური. წინა ვიდეოში საუბარი ქონა კორეულ დეკორატიულ კოსმეტიკაზე, კერძოდ განვიხილეთ, შევადარეთ ერთმანეთს მიშას, BB კრემი და ინაფის კოლაგენი და რამდენიმე სიტყვა ვთქვით დეკორატიულ კოსმეტიკაზე. დღევანდელ ვიდეოში კი უფრო დაწვრილებით გვინდა რომ მოგიყვეთ ამათი საფეხურის შესახებ. ჩვენ თავზე დავტესტავთ სხვადასხვა პროდუქტებს, ვიტყვით რა აქვთ კარგი, ცუდი და ასე შემდეგ. საერთოდ რა საჭიროა ეს საფეხურიანი ეტაპი, რატომ უძღვებენ ამდენი დროს კორეელები თავის მოვლას, კანის მოვლას და ასე შემდეგ. გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს მთლიანი 10 საფეხურიანი სისტემა უნდა გამოიყენოთ კვირაში მხოლოდ ერთხელ. რადგან ამ სისტემის მიხედვით ვიყენებთ პილინგსაც, ნიღაბსაც. პილინგის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხშირად, რადგან პილინგი განკუთვნილი არის იმისთვის, რომ კანის მკვდარი უჯრედები მოგაშოროთ და ხშირად თუ მოიხმართ, ჯანსაღ კანს დააზიანებთ ამით. კორეული სისტემით პირველი. კორეული სისტემით პირველი მოდის ჰიდროგელური ზეთი. განკუთვნილია იმისთვის, რომ მოგაშოროთ ძალიან მძიმე მაკიაჟიც კი. იუროშეს ჰიდროგელური ზეთი გვაქვს ამ წუთას, თუმცა ანუ ნებისმიერი ჰიდროგელური ზეთი წავა ამ საფეხურებში. აუცილებელი არ არის, რომ იყოს კორეული. მეორე ეტაპი არის უკვე კაფი ან გელი, რომელიც აშორებს მაკიაჟის ნარჩენებს, ის რაც ჰიდროგელურმა შეიძლება ვერ მოგაშოროთ ბოლომდე. და ჩემ შემთხვევაში ეს არის გელი, BB კრემის Gentle Cleansing Gel ესე ქვია და ანას ჩემ შემთხვევაში ეს არის 3W Clinic-ის Snail Foam Cleansing-ი. არის კორეული საშუალება, რომელიც ქაფდება. ოღონდ მინდა გითხრათ წინასწარ, რომ კაფი ეგრევე არ გამოვა. ხელებით უნდა აიქაფოთ ეს საშუალება და შემდეგ უკვე კაფის სახით დაიბანოთ პირი. კიდევ შეგიძლიათ კაფთან ერთად გამოიყენოთ ასეთი სახის ჯაგრისი, რომელიც უფრო კარგად ააკაფებს პროდუქტს. ეხლა ვილაპარაკოთ პილინგზე. პილინგი არის მესამე საფეხური კანის გაწმენდის და როგორც უკვე ვთქვი, კვირაში მხოლოდ ერთხელ ეცადეთ რომ გამოიყენოთ. ჩვენ შემთხვევაში ეს არის მიშას ultra hyaluron acid, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას და ლიმონის ექსტრაქტს და არის ძალიან რბილი. ანუ არ სხვა პილინგებთან შედარებით, არაკორეულ პილინგებთან შედარებით, არის ძალიან ნაზი, ხო? კი, არის ძალიან ნაზი და ძალიან მინიმალურად აშრობს კანს. ნუ ვერ ვიტყვი რომ არ აშრობს, ეხლა რა თქმა უნდა პილინგები ყველა გამოგიშრობთ, მაგრამ ძალიან მინიმალურ დონემდე არის დაყვანილი. მეოთხე ეტაპი. ესე იგი, ჩვენ ამ სამი პროდუქტით უკვე გვაქვს გაწმენდილი დაპილინგებული სახე და გადავდივართ მეოთხე ეტაპზე, რომელსაც უკვე ეკრანთან შემოგთავაზებთ. ეს არის ტონერი. ეს არის ფირმა Farmstay და თავიანთი შედარებით ახალი ხაზი, ავოკადო. ამ ხაზიდან მაქვს კიდევ სახის დამატენიანებელი კრემი, რომელზეც ვისაუბრეთ ცოტა უფრო მოგვიანებით. ეს ტონერი არის უფრო მშრალი კანისთვის, მე თუ მკითხავ, არის ძალიან ნაზი და აქვს ცოტა სქელი კონსისტენცია. და აქვს ცოტა სქელი კონსისტენცია. სტანცია. ჩემო სიყვარულო. კორეული ტონერებისთვის დამახასიათებელია სქელი კონსისტენცია. და მე დავამატებდი იმას, რომ რა ფუნქცია აქვს ტონერს ამ ეტაპებში. ტონერი არის იმისთვის განკუთვნილი, რომ მოამზადოს კანი შემდეგი დატენიანებისთვის. და ცოტა დაგიმშვიდოთ კანი პილინგების და კაფების მერე. კი. ეს ტონერი შეიცავს ავოკადოს ნატურალურ ექსტრაქტებს. არის განკუთვნილი იმისთვის, რომ კანი ვიტამინებით კვებოს. ანუ მეგობრებო, თუ ტონერებს იყენებთ, საკმარისი არის 2-3 წვეთი რომ გამოიყენოთ. იმისთვის რომ მთელი კანი დაგიტენიანოთ. ტონერს რო წაისვევთ, სანამ შეშლება, უნდა დაელოდოთ ცოტა ხანი და შემდეგ გადახვიდეთ პროდუქტს. შეგიძლიათ ფენით. ეს რა იყო ანუ? FBI open up! შეგიძლიათ ფენი მიიშვიროთ სახეს და ისე გაიჭროთ, მაგრამ არასოდეს არ გააკეთებთ. აი როგორც მექსიკურ იმებში სალონებში.
გადავდივართ კორეული სისტემით. რა? მეგობრებო, ჩვენ გადავედით შემდეგ ეტაპზე, ეს არის თვალის პატჩები. ჩვენ შემთხვევაში ეს არის Petit Fizz Agave Cooling პატჩები. აქვს გამაგრილებელი ეფექტი, რომელიც კარგად ებზვის შეშუპებებს, თვალის ჩაშავებულ ადგილებს. ანუ ნაოჭებს, როგორც უკვე ბილიონჯერ თქვი, არ მოგაშორებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ კარგად ატენიანებს და აგრილებს კანს. კიდევ მინდოდა იმისი თქმა, რომ პატჩების გაკეთებასაც კი აქვს სისტემა. მაგალითად, თუ გინდათ, რომ უფრო დაგირბილოთ კანი, ეს მომრგვალებული ნაწილი უნდა იყოს თვალის შიგნით, ხო? და თუ გინდათ, რომ შეშუპებები და ჩაშავებული ადგილები მოგაშოროთ, მაშინ ეს წვეტი უნდა იყოს თვალთან ახლოს, როგორც ანისა აქვს. თვალის პატჩებს ვიჩერებთ სადღაც მაქსიმუმ 15 წუთი. თქვენთან ახლა გავა 1 წამი, ჩვენთან კი 10 წუთი და დაგიბრუნდებით უკვე შემდეგი ეტაპით. მეგობრებო, გავიდა 10 წუთი და ვიხსნით. აი დავდოთ აქვე შაპს არ გავს. ამ სითხეს, რომელიც დარჩა პატჩების შემდეგ, ვინაწილებთ თითებით. შემდეგი, ესე იგი, მეხუთე ეტაპი არის შრატი. მე პირადად მაქვს, როგორც თქვი წინა ვიდეოში, ელიზავეკას Hyaluronic Acid, რომელიც შეიცავს 97% ჰიალურონის მჟავას და არის განკუთვნილი იმისთვის, რომ კარგად დაგიტენიანოთ კანი და შეანელოს კანის დაბერების პროცესი. მოუხდება ყველა ტიპის კანს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო მოეწონება იმას, ვისაც აქვს მშრალი კანი. ვიყენებთ სადღაც მაქსიმუმ 3 წუთს. სრულიად საკმარისი იქნება, რომ კარგად დაგიტენიანოთ სახე. მინდა კიდე ერთხელ გაგაფრთხილოთ, რომ ეს შრატი თვალების ზონაში არ გამოიყენოთ, რადგან შეიცავს მჟავას. ისიც ვთქვათ ბარემ, კორელები რატო იყენებენ ნიღაბს შრატის შემდეგ და არა პირიქით. კორელები იმიტომ იყენებენ ნიღაბს შრატის შემდეგ, რომ ზოგადად ითვლება, რომ შრატს, როდესაც იყენებ პირველს და შემდეგ იდებ ნიღაბს, აქვს შრატს უფრო კარგი მოქმედება, ვიდრე პირიქით. ხო, ანუ აქვს უფრო კარგი ეფექტი, ვიდრე პირიქით. უფრო კარგად შეიწოვს შრატს. ხო, უფრო კარგად შეიწოვს. ასე რომ გადავდივართ ნიღაბზე. დღეს ვტესტავთ ნიღბებს, იმიტომ რომ არ ვიცით, პირველად ვიყენებთ. ეს არის ფირმის ნიღბები. მეც ვიყიდა ეს ნიღაბი, რომელიც არის ნახშირის, გვიკვირდებათ და არის Einlip Beauty. ეს ბრენდიც არ ვიცოდი, პირველად გავიქედა. ბრენდსაც დავტესტავთ, ნიღაბსაც დავტესტავთ. ნახოთ როგორია. ეს ორი საშუალება, ნიღაბი და პატჩი, არის ერთი ხაზიდან. ამასაც როგორც პატჩებს აქვს გამაგრილებელი ეფექტი. ახლა დავტესტავთ და ვნახოთ სიმართლე არის თუ არა. ანუ უკვე კარგი ამბავი ის არის, რომ საკმაოდ გაჟღენთილია ეს ნიღაბი. პროდუქტი, ესენციით. Jesus. ძალიან ბევრი პროდუქტია, ძალიან. Halloween ჯერ დაწყებულა, მაგრამ It's Halloween, this is Halloween. ეს რა არსება არის? Oh my god. Sleeves. Oni humanoids გავარ რა. მე ჯოჯობით იმის თქვა შემიძლია, რომ გაჟღენთილი არის პროდუქტით, საკმაოდ და ეს უკვე კარგია. დანარჩენს რავი დავალოდოთ 9 საათი და მე მოგახსენებთ. ყველაფერს. This is Halloween. მეგობრებო, ალბათ შეამჩნიეთ, რომ ლოკაციაც შეიცვალა. დღეს ვიმყოფებით ანისთან სტუმრად. ძალიან მყუდრო და საყვარელი ოთახია, თქო მკითხავ. გავიდა 9 საათი. ჩვენ ახლა მოვიხსნით ნიღბებს. ამისობაში შევიცვალეთ ლოკაცია, მოგვიწია, იმიტომ რომ ჩვენ გლობალს მოუნდა. პიანოზე დავკრა და თან დაგვიბნელდა. და აქ უფრო კაი შოქია. ესე იგი, მოვიხსნით ნიღბს და თქვათ ჩვენი შთაბეჭდილებები. მე ვიტყვი ჯერ რა არ მომეწონა.
არ მომეწონა ის რომ ეს ნაჭერი არის ცოტა უხარისხო და მკბენდა მთელი ეს დრო. ხო. ნუ ვერ ვიტყვი ძალიან, მაგრამ მაინც ცოტა იკბინებოდა რა, რაღაცა ცოტა უხეში ნაჭერია. უფრო რბილი ნაჭერი ყოფილიყო, რავი, იდეალური იქნებოდა. დატენიანებით კარგად დაატენიანა. სხვა პრეტენზიები მე ამ მიღებთან არ მაქვს. ესენცია რომელიც დარჩა ნიუვის მერე, მაგასაც ვინაწილებ თითებით. და ყელზეც შეგიძლიათ გადაინაცვლოთ. თან ეგ სითხე რომელიც დარჩება ნიღაბში, შეგიძლიათ კიდევ გამოიყენოთ. ანუ ძალიან მომეწონა რომ აი ეს cooling ეფექტი რო აქვს, აი ისეთი დასვენებული არის ახლა კანი, რა ვიცი. არ მომეწონა რომ ძალიან წებოვანია და ანუ იგრძნობა კანზე ძალიან. მაგრამ დატენიანება აქვს პროსტა. ესე იგი, ეს იყო მე-7 ეტაპი, დაგვრჩა 3 და ეხლა მე-8 ეტაპი არის თვალის დატენიანება, თვალის კრემი. თუ პაჩები გამოიყენეთ, რაც ჩვენ ამ შემთხვევაში უკვე ქენით, არ არის სავალდებულო ეს თვალის კრემი, თუმცა, ნუ კორეელები მაქსიმალურ რაღაც ულტრა მეგა დატენიანებას უკეთებენ თავის კანს. მით უმეტეს, როცა თვალის გარშემო კანი არის ყველაზე თხელი და გრძნობიარე და ყველაზე მალე შრება. ასე რომ რაც უფრო მეტ დატენიანება, მით უფრო უკეთესი. მე მაქვს 3DW კლინიკის პროდუქტი. აქვს ლოპუკინის ექსტრაქტი, რომელიც ებრძვის კანის ანდრინდელ დაბერებას. ამასაც აქვს cooling ეფექტი. მორჩით თვალის დატენიანებას, გადავდივართ სახის დატენიანებაზე. თვალის კრემი, ჩვეულებრივი, დამატენიანებელი, არაფერი განსაკუთრებული, ნებისმიერი. კრემი გავაკეთე. ჰა? თვალის კრემი თქვი? სახის კრემი. ჩემ შემთხვევაში ეს არის Farm Stays კრემი, რომელიც შეიცავს ავოკადოს ექსტრაქტს. ავოკადოს ექსტრაქტი ებრძვის ადრინდელ ნაოჭებს და აქვს whitening ეფექტი. თუ გაქვთ კანზე პიგმენტაცია, მაგასაც ებრძვის. ბოლო ნაბიჯი არის SPF-ი, ანუ მზისგან დამცავი საშუალება, რომელიც ბლოკავს მზის სხივებს, იმისათვის რომ მზის მავნე ნივთიერებები არ შემოაღწიონ კანში და დაგიცვათ ნაოჭებისგან, ადრინდელი დაბერებისგან. მოკლედ კორელებისთვის არის ნომერ პირველი პროდუქტი SPF-ი. მზის შუქი, ვიცით რომ ყველაზე მეტად მოქმედებს კანზე, აშრობს. ოღონდ ის იცოდეთ რომ SPF-ი ყველაფერს კი არ ბლოკავს, რაც მზისგან ვიღებთ D ვიტამინსაც და სხვა კარგ ვიტამინებს და ნივთიერებებსაც. SPF-ი ბლოკავს მხოლოდ მავნე ნივთიერებებს. მე ყოველთვის მაქვს 30, მეტი არ მჭირდება. მე თუ მკითხავ, მე კი 50 SPF-ი მაქვს, მე სულ ვიყენებ. ამის გინდა. ჩვეულებრივი მოჩვენება ვარ რა. This is Halloween. მე მაქვს 3DW კლინიკის SPF-ი, რომელიც არ ათეთრებს კანს. ზეთივით რო გაზით მაგალითად SPF-ი, მასეთი ეფექტი არ აქვს ნამდვილად. აი, მე მაქვს Dulgonis Sun Fluid-ი, მზის ფლუიდი, რომელიც ცოტა ათეთრებს კიდეც კანს, მინდა გითხრათ. საბოლოო შედეგი ამის არის ის, რომ გაქვთ ულტრა მეგა დატენიანებული კანი, იდეალურად მომზადებული მაკიაჟისთვის. როგორ მაკიაჟსაც არ უნდა იკეთებდეთ. მეგობრებო, დავამთავრეთ კორეული 10 საფეხურიანი ეტაპები. საბოლოოდ ის მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი შედეგი აქვს მართლა ამ ეტაპს, ანუ თუ ამ ეტაპებს, ამ საფეხურებს თუ კვირაში ერთხელ გაიკეთებთ ხოლმე, კანი გექნება ძალიან კარგ მდგომარეობაში. ხომით უმეტეს ზამთარი მოდის და უმეტეს ზამთარში, როცა მშრალი კანი ისედაც უფრო შრება და ცხიმიანიც შედარებით უფრო შრება. და ცხიმიანს არანაკლები დატენიანება ჭირდება უფრო მეტის. ხო, როგორც მშრალ კანს. კარგით, ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. გთხოვთ რომ გამოგვიწეროთ, დაგვიწეროთ ლაიქები. კომენტარებიც დატოვეთ. რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ და სურვილი გაქვთ, ძალიან კარგ საქმეს იზამთ ჩვენთვის. ჩვენ ახლა იმასაც ვამოწმებთ,
რამდენად აინტერესებს ხალხს ეს თემები, ასე რომ თქვენ ამ ლაიქებით და კომენტარებით დაგვეხმარებით გავიგოთ, რამდენად გავაგრძელოთ ეს საქმე და თუ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ვიდეოების გადაღებას. მადლობა დიდი. ნახვამდის. 안녕하세요. 안녕하세요. Onion on sale.